მოგესალმებით მეგობრებო. გადავწყვიტე გავაკეთო მოკლედ პირდაპირ ჩართვა ძალიან ისე სპონტანურად. ეხლა კი გვიანია, მაგრამ ეს რომ არ გითხრათ და არ გაგაფრთხილოთ, უბრალოდ არ გამოვა. მოკლედ ძალიან უნიკალური პერიოდი გვაქვს ახლა და აუცილებელია რომ ახლა ვინ შემოხვალთ, ძალიან იღბლიანები ხართ, იმიტომ რომ ამ ინფორმაციას გაიგებთ. მოკლედ რომ რა ღამე არის, რა ხდება და როგორ შეიძლება ჩვენი ცხოვრება უკეთესობისგან შევცვალოთ მოკლედ ამ ღამეს. ხო, კერძოდ საუბარია აი 1 მაისი რო თენდება. ხო, ანუ უკვე ახლა, ანუ 30 აპრილიდან, აი 1 მაისისკენ რომ მივდივართ. აი ამ ღამეს აქვს ძალიან მაგიური დატვირთვა ყოველთვის. ამიტომ ვინც ახლა შემოხვალით, იღბლიანები ხართ, ეს ინფორმაცია თუ არ იცოდით, რომ ახლა გაიგებთ. მოკლედ რომ ვისაუბროთ ახლა, ეს არის ეგრეთ წოდებული ვალპურგის ღამე. ჯერ სახელი გავშიფროთ, რას ნიშნავს ეს ვალპურგის ღამე, ხო? არის წმინდა ვალპურგა, ქრისტიანი მონაზონი, რომელიც მე-8 საუკუნეში მოღვაწეობდა და ის იყო მონაზონი, შეირაცხა წმინდანად, იყო მისიონერი და მას მიაწერენ ესე იგი შავი ძალებისგან დააცვას, მსნეულთა განკურნებას, ხო და ბევრ სხვა სასწაულს. ამიტომ ვალპურგას ხსენების დღე არის 1 მაისი და ზოგადად ითვლება, რომ აი 30 აპრილის აი ღამის 12 საათიდან აი უკვე რო იწყება 1 მაისი, ღამის 4 საათამდე არის ძალიან მაგიური საათები. რატომ? იმიტომ რომ ითვლება, რომ აი ეს არის ესეთი წმინდა ენერგიების შემოდინების პერიოდი ფაქტობრივად პლანეტაზე და ვინც ახლა დაკავებულია მაგით, ეზოთერიკით და ასე შემდეგ, მათ იციან ამ დღის უნიკალურობა, ну რაღა დღის ღამის პრინციპში. ანუ აი ამ საათების უნიკალურობა, ხო? ესე იგი 30 აპრილს 1 მაისი რო თენდება ღამის 12-დან, ესე იგი 3-4 საათამდე დაახლოებით. რით არის ახლა ეს მაგიური საათები და როგორ შეიძლება რომ თქვენ ეს გამოიყენოთ? ითვლება, რომ ესე იგი უფრო ასე ვთქვათ, თხელდება საზღვარი განზომილებებს შორის. ანუ უფრო თხელი არის, უფრო გამჭვირვალეა საზღვარი ახლა განზომილებებს შორის. ანუ აქ საუბარია როგორც ესე მაღალ ვიბრაციულ, ასევე დაბალ ვიბრაციულ განზომილებებზე. ამიტომ რაღაც მხრივ ცოტათი ისეთი ღამეც არის ეს საშიში. იმიტომ რომ ახლა შავი ძალებიც არიან გააქტიურებულები, ასე ვთქვათ, თეთრ ნათელ ძალებთან ერთად, ხო? ამიტომ ძალიან კარგი არის ენერგეტიკულად დაიცვათ თქვენი თავი ამ ღამეს. როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ? ესე იგი, პირველ რიგში ძალიან კარგი არის ლოცვები, კარგი არის მედიტაციური ტექნიკები, კარგი არის მარილით წმენდა. ხო? ან საერთოდ აი საძინებელში აი მარილი გქონდეთ, ხო? დღეს განსაკუთრებით კარგი არის და ისე დაიცინოთ, იმიტომ რომ ეს არის მაგიური ღამე და ეხა ენერგეტიკული ზემოქმედებებისთვისაც არის ძლიერი და ეხა ვინც დაუშვათ დაკავებულია მაგით, მათ იციან, ამიტომ თქვენი თავი რომ დაიცვათ, ძალიან კარგი არის ეხლა ლოცვა, კარგი არის ესე იგი სუფრის მარილით თავის დაცვა, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვისაც გაქვთ ახლა მაგალითად ნებისმიერი მინერალი შავი ან წითელი ფერის, ხო? მაგალითად ეს შეიძლება იყოს გიშერი, ეს შეიძლება იყოს დაუშვათ კლანჭის ქვა, ანუ ვულკანური ობსიდიანი, ხო? ეს შეიძლება იყოს წითელი მარჯნის კრისტალები. ანუ ზოგადად ითვლება, რომ აი წითელი და შავი ფერის კრისტალები გვიცავენ. ხო, ანუ ეს არის უკვე პირველ და მეორე ჩაკრასთან კავშირში. ამიტომ ძალიან კარგი არის თუ ეს ქვებიც მოიპოვება, რომ დაუშვათ დაიდოთ ბალიშის ქვეშ, ან გეკეთოთ ხელზე ღამე, რომ თავი დაიცვათ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ენერგეტიკულად აქტიური დღე და როგორც ესე იგი დადებითი ენერგიები, ასევე უარყოფითი ენერგიებიც არის გააქტიურებული. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ, ვინც ახლა შემოხვედით მეგობრებო ვალპურგის ღამეზე ვსაუბრობთ, რაც არის დღეს. ხო, წელიწადში ერთხელ არის და არის ძალიან მაგიური პერიოდი. რას აკეთებთ ესე იგი? ხო, ვისაც გინდათ რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. რაღაცა პრობლემები გაქვთ, გინდათ რომ გადალახოთ ეს პრობლემები, ხო? რას ვაკეთებთ ესე იგი? მედიტაციები ნებისმიერ სახის. შეგიძლიათ მანტრები ან საგალობლები ჩართოთ დაუშვათ, ხო? შეგიძლიათ ილოცოთ დაუშვათ.
ან ყველაფერი ერთად. არ ხართ შეზღუდული მოკლედ. რა სულიერი პრაქტიკები იცით, მოკლედ დღეს ჩაატარეთ, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი დღე არის ენერგეტიკული პრაქტიკებისთვის, მოკლედ ეხლა ყველაზე ძლიერი პერიოდი, ძლიერი ღამე, ასე ვთქვათ. რა გავაკეთოთ? შეიძლება მანიფესტაცია სურვილების ჩაფიქრება, ოღონდ აქ კარგად უნდა დაფიქრდეთ. ტყუილად არ არის ესეთი გამოთქმა გეშინოდეს შენი ოცნებებისო, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი არასწორი ფორმულირებით ჩავიფიქროთ, მერე ახდეს და ის არ მიიღოთ რაც გინდათ. ამიტომ ფორმულირება არის როგორი? არ გვაქვს ესე იგი ნეგატიური ფორმულირებები. აი დავუშვათ მე არ მინდა პრობლემა, ან ასე შემდეგ. გვაქვს მხოლოდ დადებითი ფორმულირებები, ანუ მე მინდა რაღაც არ ვიცი, წინსვლა, წარმატება და ასე შემდეგ. ხო, ანუ მხოლოდ პოზიტიური ფორმულირებები უნდა გქონდეს მანიფესტაციის დროს. ეს არის მანიფესტაციის ოქროს წესი, რასაც ყოველთვის გასწავლით ხოლმე, ვინც დიდი ხანია მიყურებს, ხო? რაიმე პრობლემების გადაწყვეტა, დავუშვათ წინსვლა, რაღაცა გზების გახსნა, ყველაფერი მოკლედ შეიძლება გაკეთდეს ამ ღამეს, მეგობრებო, ამიტომ გადავწყვეტე ასე ექსტრემალურად, რომ გავაკეთო ლაივი, აუცილებლად გავაფრთხილოთ, ხო? იმიტომ რომ აი ძალიან ესეთი საინტერესო პერიოდია ნამდვილად. და წელს კიდევ ასე დაემთხვა, რომ სასამთვარეობაც გვაქვს, ამიტომ ორმაგად მაგიურია, აი ორმაგად ძლიერია, ну მოკლედ არ ვიცი, აი არ უნდა გამოტოვოთ ეს ღამე. ესე იგი, ვიფიქრებთ სურვილს, შეგიძლიათ ხმამაღლა თქვა დავუშვათ თქვენი სურვილები, ან დაწეროთ ხა, როგორც გირჩევნიათ ახლა. ეს არის ინდივიდუალური. ზოგს ურჩევნიათ დაწეროს, ზოგს ურჩევნია უბრალოდ ასე გამოხატოს ვერბალურად და თქვას, ხო? ანუ ეს არის უკვე რაღაცა თქვენს ინდივიდუალურ შეგრძნებებზე და აღქმაზე, ხლა ვის როგორ ურჩევნია. მეკითხები ხოლმე მარიამ, როგორ შეიძლება დავწერო თუ თქვაო, როგორც გინდათ, თუ გინდათ თან დაწერეთ, თან თქვით. ანუ ამაში არ ვარ შეზღუდულები. ესე იგი, რა გინდათ, გზების გახსნა დაუშვათ, ავითვალის მოცილება, მტრების მოცილება, არ ვიცი, რაც გინდათ, მოკლედ შეგიძლიათ დაწეროთ, მაგრამ აქ არის ასეთი ოქროს კანონი და ეს კარგია რომ არ დაარღვიოთ, იმიტომ რომ მე კარმა დაგიბრუნდებათ. თქვენ თავზე უნდა გააკეთოთ ასე ჯობია. ახლობლებზე ხა თუ გინდათ რომ დაუშვათ წყალობა გქონდეთ და წინსვლა, კი ბატონო, შეიძლება ეს ვთქვათ, მაგრამ ხა ვიღაცაზე რაღაცა ცუდი და ასე შემდეგ დაიჯდებით, მე არ შეიძლება. თან ახლა ეს ისეთი საკითხია, მე დაცვებსაც იყენებენ ხოლმე ენერგეტიკულს, რომ აი მე არ დამიბრუნდესო, მაგრამ მე მაინც უბრუნდებათ კარმულად, იმიტომ რომ ხა ენერგეტიკულად თავს დაიცავ, მაგრამ კარმაში გეწერება, რომ ეს გააკეთე. ამიტომ ხა კარმას ვერ მოატყუებ, ხლა ეგ შეუძლებელია. ამიტომ ადრე თუ გიან ყველას დაუბრუნდება მე რაც გააკეთა ცუდი, ამიტომ მე არ გეჩვენთ რომ რამე ცუდი გააკეთოთ, იმიტომ რომ მე დაგიბრუნდებათ მაინც. ვერ გაექცევით ხა მას, ხა თქვენ თავს ვერ გაექცევით, თქვენს ჩრდილს ვერ გაექცევით და ასე შემდეგ. ამიტომ ხა ვიც ასეთ რაღაცებს აკეთებს და მე ამბობენ რომ აი დაცვა გავიკეთე, დავიყენე და რაღაცა ესა თავის მოატყუება, რა დაცვა დაიყენე. ხა ღმერთის წინაშე რა, ხა მოატყუებ რომ არ გაგიკეთებია, ხა რა სისულელია. რა მე ხა ეხა არ დაგიბრუნდება, კარმულად მე დაგეწერება და შემდეგ რეინკარნაციაში რაც დაიბადები ღმერთს მაინცის, ხო? და რა პრობლემები გექნება თუნდაც ამ რეინკარნაციაში მე ამ ყველაფრის მე ამიტომ არ გიჩვენთ რომ ასეთი რაღაცები გააკეთოთ, ეს არ ვარ. გამოიყენეთ ეს ღამე პოზიტიურად, რომ დავუშვათ თქვენ თავს გაუხსნათ გზები, იყავით მადლიერი ცხოვრების რაც გაქვთ, ხო? ნუ ეხა ახლობლებზე თუ გვინდა, კი ბატონო, შეიძლება ვთხოვოთ, რომ აი ჯანმრთელობა გქონდეთ, წინსვლა გქონდეთ, კი ბატონო, შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ ხა რაღაცა ნეგატიურს მე არ გირჩევთ არასოდეს, მით უმეტეს ამ ღამეს, იმიტომ რომ ეს არის საკრალური ღამე და ნუ დავაბინძურებთ აი ამ რაღაცა შავი რაღაცეებით, არ გვინდა. ამიტომ კარგი არის, რომ ახლა ვინ შემოხვედით, კიდევ ჩანაწერს შევინახავთ და გადაახვიეთ და ნახეთ, მოკლედ ძალიან მისტიური ღამე არის და გავაკეთოთ მანიფესტაცია, მეგობრებო, აუცილებლად, ნუ დავკარგავთ დროს. მე თან კომპიუტერით შემოვალ, რამე კითხვა თუ არის, ნახავ, არ მიჩანს აქ ტელეფონში. მერწყულებს როგორი პერი დოქტორ. აი მერწყულებზე ზუსტად გავლენა აქვს ახლა ამ ღამეს და ძალიან ისეთი საინტერესო კითხვა და მაგაზე ვისაუბრებ. ესე იგი, მეგობრებო, ამ ყველაფერთან ერთად დღეს გვაქვს 1 მაისს სავსე მთვარეობა. სავსე მთვარეობის ენერგიები არის კიდევ აი დაახლოებით 2-3 დღე ხოლმე კიდევ, ამიტომ ცოტა
შეტორტმანება იქნება კიდე 2-3 დღე. ესე იგი, 1 მაისი სავსემთვარეობა და ვალპურგის ღამე, ორმაგად მისტიური, ორმაგად, ესე იგი, არ ვიცი, ტრანსფორმაციული და სიღრმისეული და ეს არის შანსი გამოფხიზლდეს და აი გადახვიდეთ რაღაცა ახალ ვიბრაციებზე. მოკლედ ძალიან საკრალური კომბინაცია, ძალიან. ეს არის იშვიათი. ამიტომ მაქსიმალურად ვაკეთებთ სულიერ პრაქტიკებს, ლოცვები, მადლიერება, არ გამოტოვოთ ეს ღამე. ნუ გამაზავთ თქვენ შანსს მოკლედ. ვიტყვი ასე ჟარგონით, მივცემ ჩემ თავს უფლებას ჟარგონი გამოვიყენო. მოკლედ რასთან არის კავშირში ესე იგი ეს კომბინაცია სავსემთვარეობის? გვაქვს ესე იგი მზე კუროში, მთვარე მორიელში. ეს კვანძი ზოგადად კარმული, ხო, კურო მორიელი არის რასთან კავშირში? ეს არის რა? შინაგანი კრიზისები, ტრანსფორმაცია, ეს არის მაგია, ეს არის დამიწებულობა, ეს არის მატერიალური სამყარო, ეს არის ჩვენი ვნებები. ის რასაც ვეჯაჭვებით ძალიან, ხო? ეს ორი ფიქსირებული ხარისხის ნიშანია და ორივე არის ძალიან მესაკუთრე თავის ბუნებით. ამიტომ ეხლა კარგი არის გადავაფასოთ ზუსტად ის თუ რამდენად ვართ ვეჯაჭვულები და უშუალოდ აი მატერიალურ სამყაროზე, რამდენად ვართ მესაკუთრეები, რა გგონია ჩვენი საკუთრება და ასე შემდეგ. ანუ ეს თემები კარგია რომ გადააფასოთ ეხლა მოკლედ აი ამ 2-3 დღის განმავლობაში უკვე დავიწყოთ მოკლედ ხო ამაზე ფიქრი, გადაფასება, რომ ეს სავსემთვარეობის ენერგიები დადებითად მივიღოთ, ხო? კიდევ რას ვაკეთებთ? სავსემთვარეობას, ნუ არ ვიცი, ხა მარილით წმენდებზე, სუფრის მარილით წმენდებზე მე იმდენჯერ ვისაუბრა, ეხლაც ვიტყვი, რომ კარგი არის გააკეთოთ ეს წმენდები, იდეალურია თან ვალპურგის ღამე და თან სავსემთვარეობა, თან მორიელში ეს სავსემთვარეობა, მოკლედ არ ვიცი, გააგწმინდავთ ტოტალურად, არ ვიცი. შეიძლება რაღაცა ის კარმული წმენდა მოხდეს, არ ვიცი, აი საოცარი კომბინაცია, ამიტომ ვამბობ, რომ არ გამოტოვოთ მოკლედ ეს ღამე. თუ დავუშვათ ვიღაცა ხა ვერ შემოვიდა ამ ლაივზე, ხო? არა უშავ სავსემთვარეობის ენერგიები 2-3 დღე კიდევ არის. ეხლა სავსემთვარეობა ხა ვალპურგის ღამე კი ბატონო დასრულდება თქვენთვის, მაგრამ ვინც ვერ მოასწარით უბრალოდ ეს სავსემთვარეობის ენერგიები შეიძლება გამოიყენოთ მე, ხო? წმენდების თვალსაზრისით კიდევ ასე 2-3 დღე გაქვთ ვადა რომ ჩაატაროთ წმენდები და უშუალოდ გაიწმინდოთ ნეგატივისგან, რაღაცა გაიხსნათ გზები, მოკლედ სავსემთვარეობას აქვს ეს ენერგიები, რომ გაგვიხსნას გზები, მოგაცილოს მტრები, ავით ვალი და ასე შემდეგ. შეუძლია სავსემთვარეობას თუ მის ენერგიებს სწორად გამოვიყენებთ, ხო? ეხლა როგორ ვაკეთებთ? ესე იგი, დავუშვათ შეგიძლიათ, არ ვიცი, ანუ ვიზუალურად წარმოიდგინოთ, ხო, ეხლა თუ ვიზუალი ხართ და კარგად გავთ წარმოსახვა განვითარებული, თქვენ არ გჭირდებათ მას დაწერა, ხო, ეხლა თუ უფრო ეს კინესთეტიკური უნარებია განვითარებული უფრო, ხო, შეიძლება რომ დავუშვათ დაწეროთ, მაგრამ თუ გაქვთ ეს განვითარებული ეს კოგნიცია, ეს წარმოსახვა, ხო, შეგიძლიათ რომ წარმოიდგინოთ, ხო, წარმოისახოთ. როგორც თქვენთვის არის მისაღები. ვინც წერს დაუშვათ და გირჩევნიათ რომ დაწეროთ ხოლმე, კი ბატონო, დაწერეთ დაუშვათ, შეიძლება დავწეროთ, რომ აი მე თავისუფლდები ნეგატივისგან, ჩემგან მიდის პრობლემები დაუშვათ, აი მე ვძლიერდები და ასე შემდეგ. მოკლედ, რაც გინდათ რომ მოხდეს, ან მე ვდიდრდები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეხლა როცა ვსაუბრობ სიმდიდრეზე, ეს ხო თვლადია, ხო, ეს თვლადია, შეიძლება დავთვალოთ, ხო? მოდით დავკონკრეტეთ, აი რა არის თქვენი გაგებით სიმდიდრე, იმიტომ რომ სამყარომ შეიძლება სხვანაირად გაიგოს და კი მოგეცემათ, მაგრამ იმდენი არა, რამდენიც გინდოდათ, იმიტომ რომ არ დააკონკრეტეთ. ამიტომ ვერ მოედავებით მე სამყაროს, იმიტომ რომ არ დაგიკონკრეტებიეთ. ანუ, როდესაც რაღაცა ისეთზე წერთ, რაც ციფრებთან არის კავშირში, ხო? უმჯობესია ყოველთვის დააკონკრეტოთ მანიფესტაციების დროს. დააკონკრეტეთ. ოღონდ როგორ ვაკეთებთ ახლა ამას? ხა მილიარდ დოლარს ნუ დაწერს და ტრილიონს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ცოტა ისეთი რეალობასთან მიახლოებული ციფრები დავწეროთ, რაც შეიძლება რომ მიიღოთ, მოკლედ ეს ენერგია გაატაროთ და იყოთ კარგი, მოკლედ პატრონი თქვენი ფინანსების. იმიტომ რომ ხა ფინანსებს ხა ჩვენ კი ვითხოვთ ხოლმე, მაგრამ კარგი პატრონი ჭირდება, ყველას არ უჩერდება და ყველასთან არ მრავლდება. ამიტომ აქ მეორე საკითხი არის, რამდენად ფინანსურად სწორი აზროვნება გაქვს, რამდენად პრაგმატული ხართ და ეს საერთოდ სხვა თემა არის კიდე, ხო?
მაგრამ აქ იმას ვხსნი, რომ უნდა იყოთ გამტარი და მიმღები იმ თანხის, რა თანხასაც ითხოვთ. ამიტომ იმდენი რამდენიც ახლა მართლა შეიძლება ასე თქვას დაგეტევათ და შეგიძლიათ რომ მოიხმაროთ ისე რომ ბოლომდე არ დაიხარჯოს და მერე პირიქით გაამბრავლოთ, აი მაგდენი დაწერეთ კი ბატონო. მაგრამ ახლა მილიონები და ასე შემდეგ ხალ ძალიან ფანტაზიებში ნუწავალთ. ხო, ეს გავიგეთ. მოკლედ რაც გვინდა ვწერთ, ვინც წერთ. ვისაც წარმოსახვა გაქვთ განვითარებული, წარმოისახავთ, რომ ის ცხოვრება გაქვთ. რაც გინდათ. ამიტომ ჯერ უნდა იცოდეთ სადაც რა გინდათ. კონკრეტიკა უნდა იყოს თქვენს გონებაში, ხო? ეს ჩამოყალიბებული კოგნიტური სქემები, რომ მე ვინ მინდა ვიყო, ანუ როგორია ჩემი იდეალური მე, როგორია ჩემი ასე ვთქვათ უზენაესი მე, ხო? ჩემი უზენაესი გამოვლინება, ანუ საით მივისწრაფვი მე, ანუ ეს თუ არ იცით, თქვენ გაგიჭირდებათ ნებისმიერ სახის მანიფესტაცია, იმიტომ რომ იქნება ძალიან ისეთი არაკონკრეტული ფორმულირებები, ცოტათი ასე ვთქვათ აბსტრაქტული, ხო? ამიტომ სამყაროს უყვარს კონკრეტიკა. კონკრეტულად უნდა წარმოისახოთ, ხო? ვინც წარმოსახვით აკეთებთ ამას. რომ ზუსტად როგორი ხართ? გარეგნობა, ემოციები, შინაგანი მდგომარეობა, მატერიალური მდგომარეობა, ყველაფერი, მოკლედ უნდა, ესე იგი, დეტალურად წარმოისახოთ. ანუ უნდა იცოდეთ, როგორი ცხოვრება გინდათ, რომ გქონდეთ მაშინ, ხო? და მაგას ვაკეთებთ. შეგიძლიათ სანთელის დაათოთ, იმიტომ რომ ზოგადად სტიქიებთან მუშაობა, აი წყალი, ხო? შეგიძლიათ გქონდეთ იქ გედოთ სანთელი, ანუ ცეცხლის სტიქია. იდეალურია, კარგია ძალიან სტიქიებთან მუშაობა, განსაკუთრებით ვალპურგის ღამეს. ამიტომ კი, შეგიძლიათ რომ სანთელიც დაათოს. თუ ეს იქნება რაღაცა ბუნებრივი ცვილის სანთელი ბუნებრივი, ხო? ეს იქნება ძალიან კარგი. ამ შემთხვევაში, ხო, თაფლის თუ იქნება, ხო, საერთოდ იდეალურია, ხო? ეხლა ზოგადად ნებისმიერ სახის წმენდებში ან მანიფესტაციაში თუ გექნებათ თაფლის, ნამდვილი თაფლის სანთელი, ხო? ეს იქნება იდეალური, ორმაგად და სამმაგად უფრო მეტ ენერგიას მოგცემს და უფრო კარგად მანიფესტირდება, ესე იგი ის, რაც თქვენ გინდათ, როცა ეს არის თაფლის სანთელი დაუშვათ, ხო? ნამდვილი თაფლის თუ არის, ოღონდ ის კი არა, რომ აწერენ ხოლმე თაფლის არისო და რეალურად ცვილი არის და არა თაფლი ან შერეულია. არა. სუფთა თაფლის თუ გაქვთ იდეალურია. ხა თუ არ გაქვთ, არ არის პრობლემა. ხა შეიძლება იყოს დაუშვათ იქ პარაფინიც. უბრალოდ უფრო დიდი ენერგეტიკა აქვს თვითონ თაფლს და ვისაც ბუნებრივი თაფლის გაქვთ, იდეალურია მსგავსი პრაქტიკებისთვის, ხო? ამის თქმა მინდა. ანუ კარგი არის ცეცხლის სტიქია რო გქონდეს და ზოგადად ეს ჩვენი წინაპრები ცეცხლით იწმინდებოდნენ თურმე აი ამ ვალპურგის ღამეს და იცავდნენ თავს ენერგეტიკულად და მოკლედ ეს ყველაფერი ნეგატივი ავითვალე ყველაფერი გადიოდა მათგან, ხო? ეს დაგროვილი ამდენი ხნის. ამიტომ არის ასეთი საკრალური ღამე, ეს ვალპურგის ღამე. თან კითხვებს ვნახავ ახლა. მორიელზე როგორ იმოქმედებს? პირდაპირ იმოქმედებს, კი ბატონო. იმიტომ რომ ახლა სასუნთქავება გვაქვს მორიელში, ხო მთვარე არის მორიელში. ამიტომ მორიელებისთვის და ვისაც პირად რუკაში მთვარე მორიელში აქვს, ან ვენერა მორიელში, ან მარსი მორიელი, ასცენდენტი მორიელი, მოკლედ, ხო? მათთვის განსაკუთრებით ემოციურად აქტიური ღამეა და რამდენიმე დღეა რეალურად. 2-3 დღეა ხოლმე მთვარე ერთ ნიშანში და ამიტომ ამბობთ ამას. ვიზე აქვს გავლენა მოკლედ განსაკუთრებით ამ მსგავსი მთვარეობას. ეს არის მერწყული, ლომი, მორიელი კურო, ფიქსირებული ხარისხის ნიშნები. ხო, თქვენზე განსაკუთრებით აქვს ამას გავლენა, ამიტომ არ უყვებით პროვოკაციებს, არ ვჩხუბობთ და ვიყენებთ ამ მსგავსი მთვარეობის ენერგიებს ჩვენთვის სასიკეთოდ. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გავითვალისწინოთ. ძალიან ტრანსფორმაციული პერიოდია მეგობრებო ნამდვილად. ეხლა თან ხო გვაქვს ეს მთვარე მორიელში, რაც ისედაც არის ტრანსფორმაციასთან კავშირში. ამავდროულად გვაქვს მზე პლუტონის კვადრატი ახლა. მთვარე პლუტონის კვადრატიც ვთქვით, ხო? ეს არის პერიოდი შინაგანი კრიზისების, ნგრევის, რაღაც ძველის ნგრევის, იმის რომ რაღაცა ახალი აშენდეს. ანუ ეს არის ძალიან
საინტერესო პროცესი რეალურად ტრანსფორმაცია. არასოდეს არ არის კომფორტული, არასოდეს. არანაირად ეს არ გეგონებს რომ კომფორტულია, ხო? მაგრამ ეს არის აუცილებელი პირობა, ჩვენ თუ გვინდა სულიერად გავიზარდოთ. ამიტომ ეს უნდა მივიღოთ ეს რაღაცა კრიზისები, ეს რაღაცა კომფორტის ზონიდან გამოგდებები და ასე შემდეგ. რა უნდა გავაკეთოთ კონკრეტულად ამაზე ვისაუბრე. არ ვიცი, რამდენი წუთი ვილაპარაკობდი, 1-20 წუთი მაინც ვილაპარაკე, მგონი. შეგიძლიათ გადაახვიოთ უბრალოდ, ეხლა ვეღარ გავიმეორებ კიდევ თავიდან. ვისაუბრე ამაზე, უკვე კონკრეტულად რა უნდა გააკეთოთ და გადაახვიეთ. ტყუპებისთვის როგორი პერიოდია? ზოგადად ეხლა ორ ნიშანს აქვს ენერგიის დაქვეითების პერიოდი, ამაზე წინა ლაივშიც ვისაუბრე. ეს არის ყურო და მორიელი. ამიტომ უმჯობესია მეტი დაისვენოთ. კი არა და ყურო და მორიელი ვთქვი. არა, ტყუპები და მორიელი. ტყუპები და მორიელი. ტყუპებს და მორიელს აქვს ეს ენერგიის დაქვეითების პერიოდი. ამიტომ ყველა ტყუპს ეხლა ვეუბნები, რომ მეტი დაისვენეთ. ენერგეტიკული აღდგენა გჭირდებათ. ეხლა ფიზიკური აღდგენაც კარგი, ეხლა ბუნებაში თუ გახვას, თუ გაქვთ ამის საშუალება, რა თქმა უნდა, ხო? თუ შეგიძლიათ, არ ვიცი, ეხლა თქვენ რა მოგწონთ, ან მედიტაციები, ან სულიერი პრაქტიკები, ხო, რაც გაძლევთ ენერგიას, ან დაუშვათ, არ ვიცი, ჭორაობა, საუბარი მეგობრებთან, ან წადით სპაში, მოკლედ, ყველანაირი მეთოდებით ეხლა აღიდგინეთ ძალები, ტყუპებო და მორიელებსაც ეხება ეს, იმიტომ რომ ენერგიის დაქვეითების პერიოდი აქვს ამ ორ ნიშანს. დაახლოებით ესე 20 აპრილამდე დაახლოებით ასე იქნება ამ ორი ნიშნისთვის. უნდა გადავტვირთო რაღაცა მოდის notification-ები და არ ჩანს კითხვები. ჯანმრთელობისთვისაც რა უნდა გავაკეთოთ? ჯანმრთელობისთვისაც შეგიძლიათ გააკეთოთ დღეს მანიფესტაცია და ენერგეტიკული წმენდები. ანუ ნებისმიერ სფეროს ეხება ეს პირადი ჯანმრთელობა, არ ვიცი, კარიერა, ფინანსები, ყველაფერს ეხება. მოკლედ ეს ღამე შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. ეს მანიფესტაციები, რაც გითხარით და რაზეც ვისაუბრე ამდენი, ანუ გადაახვიეთ უკან, თუ დაუშვათ ეხლა შემოხვედით და ნახავთ კონკრეტულად რა უნდა გააკეთოთ. ეს ვერდის ენერგიები ძალიან ჩანს ახლა. ეს ვერდის ენერგიები. იმდენი პლანეტა გვაქვს ვერდში ახლა. მაგრამ აი მაისის ბოლოდან უკვე დაახლოებით 19 მაისიდან მეგობრებო უფრო დამშვიდდება და ვიტყოდი უფრო შენელდება კიდეც პროცესები, დამშვიდდება უფრო სამყარო, იმიტომ რომ მარსი გადავა ყუროში და ეს შეანელებს მერე ომსაც, კონფლიქტებს, დაპირისპირებას. უფრო შეანელებს, იმიტომ რომ ზანტი ნიშანია ზოგადად ეხა, სად ვერძის, რა ვიცი, სქროლი ენერგია და სად დავუშვათ ყუროსი, რომელიც არის უფრო დამიწებული და ზანტი. ამიტომ ცოტა უფრო შენელდება რაღაც ესეთი კონფლიქტური პროცესები. ანუ შედარებით სიმშვიდე მოვა მაგის გამო, რომ შენელდება ეს პროცესები, რა თქმა უნდა და ჩვენ უფრო ყველას მოგვინდება რაღაცა ჩვენს კომფორტის ზონაში ვიყოთ, ასე ვთქვათ. ეხლა ჯერ რაღაცა სპორტული ჟინი და სპორტული ენერგიებია. მეც კი დავიწყე აქტიური ვარჯიში ხე, იმიტომ რომ არ შევიძლია ეს ვერდის ენერგიები რო არის ირგვლივ მინდება, რომ არ ვიცი, რაღაცა გავაკეთო ფიზიკურად. თქვენც მასე იქნებით პრინციპში, იმიტომ რომ ეს ვერდის ენერგიები ასე თუ ისე ყველაზე მოქმედებს ეხლა, ვინაიდან პლანეტარულად გვაქვს ეს კომბინაცია. და კიდევ უნდა ვისაუბროთ მეგობრებო ვენერას ნიშნის ცვლილებაზე. ვენერა გვაქვს ახლა ტყუპებში.
ეს არის პერიოდი გაყიდვების, ახალი ინფორმაციების მიღების, სწავლა-განათლების, ეს არის პერიოდი კომუნიკაციის, ამიტომ არ ვიცი ახლა. უფრო მეტად ყველას უნდება ჭორაობა, საუბრები, ამან ეს თქვა, იმან ეს თქვა, რა ხდება, ეს ყველაფერი მოკლედ არის ძალიან ეს აქტიურ ფაზაში, ხო? თან ურანით შევიდა ახლა ტყუპებში, მე ამაზე მქონდა კიდეც პროგნოზი და დევს ჩვენს გვერდზე, რომ ვისაუბრე ამაზე. და ეს ურანის ტრანზიტიც ტყუპებში ძალიან დიდ რევოლუციას მოიტანს განათლების სფეროში, კომუნიკაციის, ინფორმაციების სფეროში, გაყიდვების სფეროში, ხო? ამ 7 წლის მანძილზე, ან 2033 წლის ჩათვლით გვექნება ეს ურანი ტყუპებში მოკლედ და მოიტანს იმას, რომ მსოფლიო გადავა და ჩვენი ქვეყანაც გადავა, რა თქმა უნდა, რაღაც ახალი განვითარების ეტაპზე, ტექნოლოგიური განვითარების და განათლების სფერო დაიხვეწება, შეიცვლება უფრო, ხო, უფრო თანამედროვე გახდება, უფრო რობოტები დაინერგება, ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია მოხდება, უფრო რაღაცა ინფორმაციების გავრცელების თვალსაზრისით, ანუ უფრო მოხდება ინტეგრაცია რეალურად, ხო? ხა ეს რამდენად კარგი ან ცუდი ექს ფასაკითხია რეალურად, მაგრამ, უბრალოდ ფაქტს ვამბობ, რომ ეს უფრო იქნება, იმიტომ რომ ეს ტყუპების სფერო არის, ეს კომუნიკაცია, ინფორმაცია, სოციალური მედია და ასე შემდეგ, ხო და ზოგადად მედიაც. ამიტომ ახლა ტელევიზიას რაც შეეხება, იქაც იქნება რაღაცა ცვლილებები. ანუ შეიძლება რაღაცა ახალი არხები დაემატოს, ან იქნება ფორმატების ცვლილება გადაცემის და ასე შემდეგ. ანუ ამ 7 წელიწადში მოკლედ ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ბუმი გველის ყველას, იმდენი ინფორმაცია იქნება, რომ თავი აქ ვტკივდება უბრალოდ, ანუ ვეღარ მივიღებთ ამდენი ინფორმაციას. უამრავი, ელვისებრი სისწრაფით. ეხლა ხო ძალიან სწრაფად ვრცელდება ინფორმაციები. ამაზე სწრაფად. წამის მიასედებში რომ გავრცელდება ყველანაირი ინფორმაციები. ასეთი ეპოქა მოდის ახლა. რა თქმა უნდა, ამან მე იცის ცოტა დანერვოზება, იმიტომ რომ ტვინი არის გადაღლილი, კორტიზოლი გამოიყოფა ძალიან აქტიურად ახლა ყველა ადამიანის ორგანიზმში, ხო, ამდენი ინფორმაციის გამო კორტიზოლი, ხო, შფოთვის ჰორმონი, სტრესის ჰორმონი. ამიტომ არის ამდენი შფოთიანობა რო არის ხალხში, ხა, იმიტომ რომ ჩვენი ტვინი ვერ უძლებს ამდენ ინფორმაციას. ვერ. თან ეს ინფორმაციების უმრავლესობა ხშირად ნეგატიურია ხოლმე, ხო? და ვეღარ უძლებს ფსიქიკა. ანუ ადამიანის ფსიქიკა არ არის იმისთვის შექმნილი, რომ ამდენი ინფორმაცია მუდმივად ამუშავოს რეალურად, ხო? ამიტომ, რა თქმა უნდა, ყურადღების დეფიციტის თემებიც უფრო გააქტიურდება ამ 7 წლის განმავლობაში და სხვადასხვა მენტალური პრობლემებიც სხვადასხვა უფრო გაუაქტიურდებათ და გაუძაფრდებათ მერე ადამიანებს. ანუ ამას მეორე მხარეც აქვს. კი, იქნება ტექნოლოგიური პროგრესი უფრო დაიხვეწება დაუშვათ ინფორმაციის გავრცელების წყაროები და განათლების სისტემა, რაც მთელ მსოფლიოში ვფიქრობ უკვე ცოტათი მოძველებულია და კარგია ეს სტანდარტიზირება რაღაცით ჩავანაცვლოთ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ერთნაირი გონება არ აქვს და ერთნაირი კრიტერიუმებით არ უნდა ფასდებოდნენ, ეგ საერთოდ სხვა თემაა. და უნდა შეიცვალოს ეგ მიდგომა და შეიცვლება კიდეც პრინციპში ამ წლების განმავლობაში. ხო, მაგას ვამბობთ. ეს დადებითი მხარე აქვს ამას, მაგრამ რა აქვს ნეგატიური, რომ ეს შფოთიანობა, ეს ნერვოზულობა, ზედმეტი ინფორმაციები, ინფორმაციული გადატვირთვა, ეს თემებიც იქნება მოკლედ ძალიან აქტიური, ხო? და ეხლა ვენერა რო ტყუპებში გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ტყუპებს აქვთ ენერგიის დაქვეითების პერიოდი, მაინც ფინანსური ინვესტიციებისთვის და სასკოლო ურთიერთობებისთვის ტყუპებისთვის კარგი პერიოდია მაგ კუთხით. კიდევ სასწორებისთვის და მერწყულებისთვის, ხო, ჰაერის ნიშნებისთვის. კი ბატონო. და თუ პირად რუკაში გაქვთ ვენერა ტყუპებში, თქვენი ვენერას დაბრუნების პერიოდი, ესე იგი. და თუ გაქვთ ტყუპების გავლენა, ხო, პირად პლანეტებში. ანუ ეს მზე, მთვარე, ვენერა, მარსი, მერკური ან ასცენდენტი. კი ბატონო, ვისაც დაუშვას მეგობრებო, გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა, ან ბედის მატრიცის ანალიზი, ნუმეროლოგია, პერსონალური ჰოროსკოპი, თავსებადობა პარტნიორთან, პროგნოსტიკა, ყველაფერი მოკლედ სერვისები, ვისაც გაინტერესებთ, მოგწერეთ პირადში. და შეგიძლიათ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე, ან კონსულტაცია თუ არ გინდათ პირდაპირ ან წერილობითი სერვისი მიიღოთ, ან ისე ვიდეო ჩანაწერის სახით რომელიმე სერვისი, მოგწერეთ პირადში, ან WhatsApp-ზე. WhatsApp-ის ნომერი მითითებულია ჩვენს გვერდზე, მეგობრებო. მოკლედ ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან ტენდენციებზე, რაც გვაქვს, ეს ღამე არ გამოტოვოთ, გააკეთეთ 4 საათამდე გაქვთ დრო. და მე გისურვებთ ყველას მშვიდობას, წინსვლას და რა თქმა უნდა სულიერ ზრდას. ეს
ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო.